საღამომშვიდობის საეთერშია მოამბის მთავარი გამოშვება დღის მთავარ თემებს. ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნიკა მუკბანიანი გაგაცნობთ. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მორიგი შეხვედრების სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან ერთად. ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ვინ იქნება თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ოპოზიციიდან? ხაზარაძე გახარიას ალიანსი კახა კალაძის მოწინააღმდეგეს რამდენიმე წუთში დაასახელებს. ახალი პროგრამა უპატრონო და მიკედლებული ცხოველებისთვის, რას გულისხმობს საპილოტე პროექტი. გახარია საქართველოსთვის და ლელოს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. ამ წუთებში პარტიები თბილისის მერობის საერთო კანდიდატის წარდგენას გეგმავენ. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ საარჩევნო ღონისძიებას. მოგესალმებით მეგობრებო. ყველა ჯერზე, როდესაც ამ კადრებს ხედავდა ეს დრო მახსენდება, ერთი რამ მომდის მხოლოდ თავში. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე. აქ შეკრებილებს დღეს ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ტელევიზორებთან ყველას გააზრებული გვაქვს ის გადამწყვეტი მომენტი, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ის ამოცანა, რომლის წინაშეც დგას ეს საზოგადოება. გადავარჩინოთ საქართველოს კიდევ ერთხელ დაპყრობას. გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას. ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ. და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს ერთად, ერთობით და ერთად დგომით. სულ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს უდიდესი მეცნიერი დაკარგა. რისმაკ გორდეზიანი წავიდა და აღარ არის ჩვენთან ერთად და დღეს მისი სიტყვები ხშირ ბევრჯერ შემხვდა სოციალურ ქსელში და ეს სიტყვები მინდა თქვა. ევროპა ეს ადგილი კი არ არის, ეს არის იდეა. იდეა კი პირველ რიგში არის ღირებულებათა სისტემა. ჩვენი ღირებულებათა სისტემა. ჩვენი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება, ღიაობა, კანონმორჩილება უბრალო სიტყვები არ არის. ვისთვისაც სამშობლოს უპირობო სიყვარული უბრალო სიტყვები არ არის. ჩვენ გვაერთიანებს აი ეს იდეა, საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ ყველას, ვინც აქ ვართ დღეს, ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული პროტესტში ან ვერ არის, ყველა, ვინც ცხოვრობს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მიუხედავად კამათისა,
ერთი რამ გვაერთიანებს. ეს არის კავშირი საქართველოს ნათელი, ევროპული და შესაბამისად ეროვნული მომავლისთვის. ეს არის წმინდათა წმინდა შემაკავშირებელი და ამით ვიცოცხლებთ აუცილებლად ბოლომდე. ჩვენმა ორმა პარტიამ, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადავწყვიტეთ, რომ ერთიან ბრძოლაში შევიდეთ. ორი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საერთო ევროპული ღირებულებები გვაქვს. ერთად ერთი მიზნისთვის, ერთი მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, მანამ სანამ არ მივიყვანთ ამ ყველაფერს საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ეს მემორანდუმი გავაფორმეთ იმისთვის, რომ გვეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ, თქვენთვის ვარსებობთ და ამ ბრძოლასაც თქვენთვის ვიწყებთ. და დღეს აი ამ მემორანდუმის აღსრულება იწყება. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. სხვები სხვანაირად ფიქრობენ. ყველა აზრი პატივსაცემია. ოღონდ ჩვენ ამაში ვხედავთ შესაძლებლობას და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის საქმეა, რომ შესაძლებლობა იპოვოს ასეთ პროცესებში. ამიტომ ჩვენ შევდივართ ამ არჩევნებში. ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მეტ საქართველოს მოქალაქემდე. ჩვენ გვინდა რომ ეს ბრძოლა, ეს ეტაპი გავლიოთ იმისთვის, რომ ხვალ მეტრი ვიყოთ, რომ მეტ და მეტ ამ ქვეყნის მოქალაქემ დაინახოს ძალიან მკვეთრად, თუ რას ვკარგავთ, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რისთვის ვდგევართ ჩვენ აქ. ამიტომ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. ქეთს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც დღეს უკვე 265 დღეა პროტესტის კერას ინახავს თითოეული საქართველოს პატრიოტისთვის. ქეთს ვიხრი იმ გაუტეხლობის და სიმტკიცის წინაშე, რომელსაც ავლენენ პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები. ისინი ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანის და ამ ქვეყნის სინდისი არიან. მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალში. მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის აუცილებელ გამარჯვებაში. რა წინაღობაც არ უნდა დაგხვდეს წინ. ყველაფერი ეს დროებითია. დღეს თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გმირის დაბადების დღეა. ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე უკვდავია. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს. მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით ჩემს საყვარელი თბილისის მაცხოვრებლებს. დღეს, როდესაც მე აღარ გავმეორდები სამწუხაროდ იმ პირობებში გვიწევს ბრძოლა, რა პირობებშიც ვართ, მათ შორის პოლიტიკურ ველზე უსამართლობის და უთანასწორობის პირობებში, არა მხოლოდ ბრძოლა პოლიტიკური, არამედ ცხოვრებაც გვიწევს ფაქტობრივად აი ამ უსამართლობის პირობებში და ზუსტად დღეს ჩვენ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ვდგავართ ერთად. ვდგავართ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოხარულები ვართ, მე პირადად, მთელი ჩვენი გუნდი, მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებული შეთანხმების პირველი ერთგვარი საწყისი, ესე ვთქვათ, გამხსნელი ეტაპი შედგა და მე პირადად, ისევე როგორც ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ეს თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით, სადაც მოქალაქე ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ იყოს მთავარი ფასეულობა, მთავარი საზრუნავი, მთავარი ღირებულება, საერთოდ გააქრო დღის წესრიგიდან. სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ დღეს აქ, ამიტომ გადავდგით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თანამშრომლობისკენ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, ვინ მემარჯვენეა, ვინ მემარცხენე, ვინ ცენტრისტი. დღეს მთავარია ვის ჯერა სამართლიანობის და იმ ღირსების, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის საქართველოს. და რისთვისაც მართლაც ღირს ყველა ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ არის ისეთი, როგორიც დღეს არის, უთანასწორო და უსამართლო. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი და აი ამ წმენის, ამ განცდის დაბრუნება და გაღრმავება არის მნიშვნელოვანი და ამისთვის ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, ერთობლივადაც ცალ-ცალკეც ყველას ერთად. ჩვენი მოქალაქეების თითოეული თქვენგანის
ხმა უნდა ისმოდეს და ჟღერდეს აბსოლუტურად ყველგან, სადაც წყდება თქვენი შვილების მომავლის, ზოგადად საქართველოს ბედი. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, ვინც ხართ აქ. მადლობა კოლეგებს. წარმატებას გისურვებთ პირველ რიგში ჩვენ ყველას და ბოლოს წარმატება მინდა უსურვო განსაკუთრებით ჩემს საყვარელ და ჩვენ საყვარელ დედაქალაქს თბილისს. ამ ქალაქს აქვს მართლაც უნიკალური ისტორია, ძალიან რთული პერიოდები აქვს გამოვლილი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ თბილისს ძალიან ბევრი ღირსეული გამარჯვება ახსოვს. წარმატებები. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქალაქები და სოფლები და ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ევროპულ გზაზე. ეხლა მინდა რომ ესევე გულხურვალეთ მივესალმოთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თანაგუნდელებს და თანამებრძოლებს. ალეკო ელისაშვილს და ტატა ხვედელიანს სცენაზე. მოგესალმებით. მე დავიწყებ ჩემს სიტყვას 2 წუთით. ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ქართული ოცნება. დღეს უკვე სისტემურად ზალადობს ქართულ მოსახლეობაზე. ათეულობით ახალგაზრდა, სტუდენტი ყავს ციხეებში მძევლად გამოკეტილი. ქვეყანაში ყავს პირველი პოლიტპატიმარი ქალი, ძლიერი ადამიანის სიმბოლო, ვისთანაც რეჟიმი მთავარში, ღირსების ბრძოლაში დამარცხდა. ოცნებამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაგაკვეთა. უამრავი სირთულის მიუხედავად, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ ყველა მიღწევას წყალში ყრის. აჩერებს სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან. მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ხალხს. დღეს ოცნება ქვეყანას ტოვებს სრულ იზოლაციაში პირისპირ ოკუპანტ რუსეთთან. ევროინტეგრაცია არ არის ერთი ან ორი ადამიანის არჩევანი, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ისტორიული მონაპოვარი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს კი კორუფციული ფულის და ასევე ძალაუფლების დაკარგვის შიშით ოცნება ვაჭრობს ჩვენი შვილების მომავლით. დღეს ღირსებაზე გველაპარაკება ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, რომელიც დღეს დაიბადა და მისი დაბადების დღე გახლავთ დღეს, გმირობის გაუფასურებით ცდილობს პატრიოტული სულისკვეთების ჩაკლას ჩვენს ქვეყანაში. საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვას დანაშაულად წარმოაჩენს და დევნის ჩვენს ოპონენტებს. დღეს უმართავი ქაოსი და განუკითხაობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, სადაც სისხლიან გარჩევებს გვაყურებინებენ ასევე ჩვენგან მოპარული ფულის განაწილების მიზნით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი ფორმით მოხდეს არსებული რეალობის ცვლილება და ამ ცვლილებას ჩვენი ხალხი ძალიან დიდი ხანია ელოდება. მადლობა. ტატას მივესალმები. ყველას კაიგულიანი, კაი მაგარი გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენის ყველას ნებართვით პირველ რიგში მართლა სატუსაღოში ციხეებში გამომწყდეულ ჩვენ ნამუსიან და სინდისიან ხალხს, ქალებსაც და კაცებსაც მინდა მივესალმო, სიმტკიცე უსურვო და მალე გამოსვლა და მე ვარ დარწმუნებული, რომ ისინი გამოვლენ მალე, თუ ჩვენ ასე ერთობლივ ბრძოლას განვაგრძობთ. მაგრად მახარეს ეს ამბავი, ის ამბავი, რომ აქამდე ვაჩვენეთ ჩვენ თავს, რომ პოლიტიკოსებს ვეძახით ხალხმა, რომ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, თათხვა, მიწაში ჩადება და რა ვიცი. ეს ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, ერთმანეთს, ხალხს, ყველას. ახლა ჩვენ ზუსტად დღეს მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს მტერსაც და მოყვარესაც რა მახარებს. ვაჩვენებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთო მიზნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ინტერესისთვის, საქართველოს დაბრუნებისთვის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ეს არ უნდოდა ზუსტად იმათ. აი, ოფისი რო ქონდათ აგერ.
აი ამ სულ გაყიდულებს ამათ, ამ ბაღლინჯოებს, აი ეს არ უნდათ, მაგრამ მოვახერხეთ. ყველანაირი წინააღმდეგობა შეგვიქნეს, უამრავი დაბრკოლება შეგვიქნეს, მაგრამ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ერთობლივ ბრძოლას საქართველოს დასაბრუნებლად. თბილისის დასაბრუნებლად და ჩვენი თითოეული სოფლის და კალმით ნახატი ქალაქების დასაბრუნებლად. რომ მე საერთო ჯამში ქვეყანას დავიბრუნოთ და ჩვენი გადახვეწილი ხალხი დავაბრუნოთ ჩვენ ქვეყანაში. და ამ მოვისუნთქო და იქ კი ბატონო ყველაში რომას პატივს ვცემ, მაგრამ არავის არ უხარია წავიდეს და იქ სხვის მოხუცებს უაროს. აგერ ჩვენ მოხუცებს მოუაროთ და ჩვენ ბებია-ბაბუებს, მაგრამ მანამდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთობ. დიახ, მე პირადად ამ არჩევნებში მონაწილეობას უყურებ როგორც ბრძოლას. არანაირი იოლი გასეირნება არ გველის, ყველამ კარგად ვიცით, ხომ? თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ეს არის ბრძოლა. და აი ამ ბრძოლაში ძალიან აი ესე გულდანდობილად შევდივარ დღეიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ რთულად მაგრამ მაინც მოვახერხეთ ერთობლივ ბრძოლაზე, ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმებაზე ძალიან მაგრამ ახარებს. როგორც პოლიტიკოსს კი არა, როგორც ქართველს და ამ ქვეყნის მოქალაქეს, იმიტომ რომ მეც დავიღალე, საკუთარი თავიც დავიღალე სხვების ლანძღვით და რაღაცა თათხვის და უბედურების ყურებ. ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მაგრამ ბრძოლას ორი რამ ჭირდება. ჩემთვის არანაირ ბრძოლას პოლიტიკურს ფასი არა აქვს, ვინც მიცნობს იცის რომ აი ზედმეტი ამბიციები არა მაგრამ ტენდერებზე არ მეძინება და მეღვიძება ტენდერებზე ფიქრზე და იმაზე ატკატებზე და მამაძაღლობაზე მთელი გულით მინდა სანამ შემიძლია სანამ ჯანი მაქვს სანამ შემართება მაქვს რომ ჩემ საქართველოს დაუმტკიცო რომ მისთვის რაღაც გავაკეთე აი რომ მომიწევს სარეცელი რომ მოტრიალდები არა რომ მოვა მიქელ გაბრიელი არ აღწდება არავის მასთანაც და ჩემ სამშობლოსთან, ჩემ მშობლებთან, ჩემ წინაპრებთან, ჩემ შვილებთან ვიყო მართალი. და არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი არის მის, ხალხის პრობლემები არის მის, ხალხის გასაჭირი არის მის. აგერ გავიდეთ გარშემო და აი ამ გაბდღიალებული რესტორნების მიღმა ხალხს წვიმის ეშინია, რომ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ აწლეულებია და რომ არ დაემხოს ის სახურავი და არ მოიყოლოს. ქუჩაში გავლის გვეშინია, რომ რაღაც არ დაგვეცეს და არ გავჭყლიტოს და მე ჩვენი უტიფარი მერი დღემდე რომ მერი არ გამოვიდეს და იქით ხალხს არ დაგვაბრალოს ყველაფერი. და აქაც მძიმე ინციდენტი მოხდა ამ პარკშიც და ბავშვებს დააბრალა და რავი წინა მთავრობას და ასე შემდეგ. ხალხის დარდი და ჩვენ ისე გავერთეთ ეს ერთი წელია არავის საყვედურს არ ვეუბნები ამ პოლიტიკურ ბრძოლაში რომ ხალხი დაგვავიწყდა. საერთოდ ეს არის მთავარი და ამ არჩევნებზე ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა ხალხის ხმა დავაბრუნოთ. და მეორე ამბავი არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს. თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის და თან ისეთი ფალავანი არ არის ვისი იმედიც გააქვს რომ იტყვი რომ ხო რა აი ბიჭია ან ქალია მიდის და მიუყვები რომლიცაც გჯერა რომლიცაც გწამს და რომელსაც თვალ და ხუჭული გაყვები ბრძოლაში მეგულება ერთი ასეთი ბიჭი ერთი ესეთი ძალიან მაგარი კაცი და ძალიან მიხარია რომ ეს ბიჭი აი საქართველოს როგორი პოლიტიკოსები ჭირდება სინდის ნამუსიანი მტკიცე მებრძოლი შეუპოვარი აი ეგეთი კანდიდატი შევარჩიეთ და მაგრად მიხარია რომ ეს არის საერთო კანდიდატი თბილისის მერო აი ახლა ეს პატივი მე მერგო და პოზიტივის გაუმარჯოს იმეც თქვენ ჩვენები ხართ კაცო ხო გაწვალეთ ცოტა ხანი მაგრამ ირაკლი კუპრაძე არის პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელოდლიერი საქართველოს ერთობლივი კანდიდატი თბილისის დაბრუნების ბრძოლაში მოდის მო მოგესალმებით. გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა. რთული პასუხისმგებლობა, რომელიც ორმა, ჩემი აზრით, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ეს იყო ისტორიული შეთანხმება, როცა ამ 10 წლეულების განმავლობაში ყოველთვის პოლიტიკური ველი მიმართული იყო დაყოფისკენ. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლეს და შევძელით ის, რომ გავაერთიანეთ ორი მნიშვნელოვანი საყრდენი ამ ქვეყანაში, ბრძოლის და დემოკრატიის საყრდენი.
რომელიც იძლევა გარანტიას თქვენთვის, რომ ჩვენ გავმართავთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო რეჟიმის ტყვეებს, ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს უმნიშვნელოვანესი, შეძლეს ღირსების დაცვა საქართველოს მოსახლეობისთვის. მივესალმები რეჟიმის ტყვეებს, პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკურ პატიმრებს, ჩემს მეგობარს, მამუკა ხაზარაძეს, ლელო ძლიერი საქართველოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც ჩემთვის მუდმივი და განუყრელი მრჩეველია ხოლმე. მათ შორის საპატიმროდანაც კი ვახერხებთ კომუნიკაციას. მინდა მივესალმოთ ჩემს თანამებრძოლებს და მეგობრებს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს და გამორჩეულ ქალებს, რომლებმაც ქალობის და ქალის ღირსება და ბრძოლის უნარი აჩვენეს ჩვენ საზოგადოებას. მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს საპატიმროში გაუმარჯოს რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მათ, იმიტომ რომ მათი თავისუფლების გარეშე ეს საზოგადოება და ეს სახელმწიფო ვერ იქნება სრულყოფილი და ღირსეული. ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძვით ამ ქვეყანაში ადამიანისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. მე პოლიტიკურ ბრძოლაში, პარტიულ ბრძოლაში მოვედი სამოქალაქო აქტივიზმიდან. და ამ სამოქალაქო აქტივიზმმა მახეტიალა თბილისის ბევრ უბანში. მათ შორის გარეუბნებშიც. მახეტიალა ყველგან, სადაც კი ადამიანებს უჭირდათ. და რაღაც დროს ხვდები მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმის, რომ თუ გინდა რეალური ცვლილებების მოტანა, უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა. უნდა თქვა, რომ შენ ეს შეგიძლია და მე მინდა რომ თქვენთან ერთად თქვა, ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ თბილისი. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ სოფლები, დაბები და ადამიანები, რომლებიც გარიყული ყავს ქართულ ოცნებას და რუსულ რეჟიმს. თბილისს არასდროს არ აურჩევია ის მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება. თბილისს არასდროს არ აურჩევია, რომ ყოველწლიურად ამ ქალაქში იზრდებოდეს ბავშვებში ონკოდაავადებების სტატისტიკა. ეს არ აგვირჩევია ჩვენ. თბილისს არ აურჩევია ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც კახაკალაძემ მოაწყო. თბილისს არ აურჩევია ის უსამართლობა და უკანონობა, რომ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, გაბედულ ადამიანებს სახლებთან ხვდებოდნენ და ასისხლიანებდნენ. თბილისს არ აურჩევია ის უკანონობა, რომ ერთეული ადამიანები მდიდრდებოდნენ. თბილისს არ აურჩევია ის, რომ შიერი დადიოდნენ ბავშვები სკოლებში. თბილისს არ აურჩევია რუსული მთავრობა. თბილისი ირჩევს უფასო კვებას სკოლებში. თბილისი ირჩევს სამართლიანობას. თბილისი ირჩევს ადამიანს როგორც ღირებულებას. თბილისი ირჩევს საცობებისგან თავისუფალ ქალაქს. ყოველი წუთი, რომელიც გვწამლავს ჩვენ, ეს ანგრევს ჩვენს მომავალს. თბილისი ირჩევს ჩვენი ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს. მე ჩემს ჭაღარა ბებოს ვხედავ და დედას, რომელიც სულ გვერდით მიდგას და დიდი მადლობა, რომ ხელჯოხით, მაგრამ მაინც შეძლო აქ მოსვლა. თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს. თბილისი იმსახურებს კოალიციურ მმართველობას. და ის შეთანხმება, რომელიც დაიდო მნიშვნელოვანი ორპარტიული შეთანხმება ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის, გახარიას გუნდსა და კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს შორის, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩვენ შეგვიძლია რომ ერთად ვმართოთ, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები და აზრი ვკითხოთ პირველ რიგში თბილისელებს. თბილისელები არიან მთავარი თბილისში და არა კახი კალაძე და მისი ბანდა, რომელიც არავის არაფერს არასდროს არ ეკითხება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა არის ჩვენი საქმე და როგორი ბრძოლის გამართვა შეგვიძლია, ამას გაჩვენებთ თქვენ მათ შორის 4 ოქტომბერს. ყოველთვის როცა გვეუბნებიან, რომ აი უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ყოველთვის უთანასწორო ბრძოლაში იყო თბილისიც და საქართველოს სრული უმრავლესობა. ჩვენს ერს არასდროს არ შეშინებია უთანასწორო ბრძოლის.
დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გმირის, რომელსაც არ უფიქრია, რომ უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდა. არ უფიქრია, რომ პატარა საქართველოს დასაცავად მიდიოდა მონსტრ რუსეთთან საბრძოლველად. და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ გვაქვს უფლება საქართველოს ისტორიის, საქართველოს გმირების ისტორიის ცოდნის პირობებში ვთქვათ, რომ უთანასწორო ბრძოლას უნდა გავექცეთ. და ჩვენ არ გაურბივართ ამ უთანასწორო ბრძოლას და შევდივართ პირდაპირ იმ წინააღმდეგობაში, სადაც გვაქვს გამარჯვების იმედი. დღეს თბილისელებს აქვთ შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ ამ უკანონობას და უსამართლობას გამოვგლიჯოთ თბილისი. მე სიტყვა ერთხელ ვახსენე და მთელი რაღაც კასკადი მოყვა, რომ გამოვგლიჯოთ თბილისი. დიახ, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს. თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ რუსებს და არ დაუთმოთ, იმიტომ რომ დღეს ეს ქალაქი იმსახურებს ევროპულ მომავალს. ეს ქალაქი იმსახურებს ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობილ მომავალს და არა რუსმერს რუსული მთავრობით. ამ წინააღმდეგობაში მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები მზად, რომ არ დავზოგოთ საკუთარი თავი, რომ ვიყოთ ბოლომდე წინააღმდეგობაში და შევძლოთ გამარჯვება. თბილისის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი საქართველოსთან ერთად. მადლობა. მაშასე რამდენიმე თვიანი კონსულტაციები დასრულებულია პარტიების ელოცა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატის ვინაობა ცნობილია ის პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძეა. დღევანდელი წარდგენით ორივე პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. და დღის სხვა მთავარი თემები. მსოფლიო მედიის ყურადღება ამ წუთებში ვაშინგტონისკენ არის მიმართული თეთრ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდა უკრაინის პრეზიდენტი. რუსეთის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. მთავარი განსახილველი საკითხი ბუნებრივია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ის წინაპირობებია, რასაც პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ აყენებს. ცნობილია, რომ კრემლი ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის მხრიდან 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დათმობის და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში განიხილავს. რა შედეგით დასრულდება ამერიკისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, ეს უახლოეს საათებში გაირკვევა. მანამდე კი ზელენსკიმ კონსულტაციები უკრაინის საელჩოში ევროპელ ლიდერებთან გამართა. ვაშინგტონში 10-მდე ევროპული ქვეყნის პირველი პირები და ნატოს გენერალური მდივანის იმყოფებიან. მოგვიანებით დონალდ ტრამპი სწორედ ევროპელ პარტნიორებს შეხვდება. ლევან ახალაია მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლევან, საინტერესოა როგორია მოლოდინი თეთრ სახლში ჩანიშნულ მაღალი დონის შეხვედრებთან დაკავშირებით და საინტერესოა ასევე რა განცხადებები კეთდებოდა შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ცოტა ხანში დაუბრუნდები. ახლა კი გეტყვით, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. ამ შეხვედრისკენ დღეს მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება არის მიპყრობილი, როგორც პრეზიდენტ ტრამპმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ოვალურ კაბინეტში პროგრესი მიღწეულია ომის დასასრულებლად და არსებობს კარგი შანსი, რომ ომი შეჩერდეს. ეს განაცხადება მან გააკეთა ზელენსკისთან ერთად. მანამდე ასევე ცნობილია, რომ ზელენსკიმ გადასცა წერილი უკრაინის პირველი ლედის მიერ დაწერილი ტრამპს და უთხრა, რომ ეს წერილი განკუთვნილია მელანია ტრამპისათვის და ის მიმართულია ასევე მშვიდობისკენ და მასში ისმის მოწოდებები მშვიდობისკენ. ჟურნალისტებმა თეთრ სახლში შესვლამდე ტრამპს ასე ვთქვათ კითხვებით დაუსვეს თუ რა გზავნილი აქვს მათ უკრაინელი ხალხისადმი, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა ელის უკრაინის პრეზიდენტს, ერთ-ერთი რთული. ჩვენ გვახსოვს მისი წინა შეხვედრა ოვალურ კაბინეტში როგორ და რა პირობებში მიმდინარეობდა და როგორ დასრულდა. დღეს ზელენსკი მარტო არ არის თეთრ სახლში, მასთან ერთად იმყოფება 7 მსოფლიო ლიდერი. ესენი არიან ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ისინი ასე ვთქვათ ზურგს უმაგრებენ პრეზიდენტ ზელენსკის და აჩვენებენ იმას, რომ ევროპის უსაფრთხოება არის დღეს ფსონზე და სწორედ ეს დევს დღეს ამ მოლაპარაკებების ფსონზე. წინასწარ ძალიან ბევრი ვერსიები გამოითქმებოდა იმის თაობაზე, თუ რაზე ისაუბრებდნენ დღეს ლიდერები, რაზე შეთანხმდებოდნენ. რა თქმა უნდა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ის შეხვედრა, რომელიც გაიმართა 15 აგვისტოს
აგვისტოს ალასკაზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის და იქ როგორც ვიცით პუტინმა გააცნო საკუთარი წინადადებები ტრამპს სწორედ ამაზე ისაუბრებენ დღეს ევროპელი ლიდერები ისინი ერთხმად აღნიშნავენ რომ უკრაინის მხარეს არიან მათ ეს განცხადებები გააკეთეს წინასწარ ვიდრე თეთრ სახლში მივიდოდნენ მე აქვე გეტყვით გრაფიკსაც ჯერ ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გაიმართება თეთრ სახლში შემდეგ უკვე ევროპელ ლიდერებს შეხვდება დონალდ ტრამპი და შემდეგ გაიმართება ერთობლივი შეხვედრა სადაც სავარაუდოდ იქნება საუბარი ევროპის უსაფრთხოების გარკვეულწილად ახალ არქიტექტურაზე და ზელენსკიმ ეს წინასწარად თქვა რომ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისათვის უკრაინამ მზადაა დაასრულოს მკვლელობები და უკრაინას სურს რომ ეს ომი დასრულდეს. ახლა ჩვენ სიუჟეტში მოგიყვებით იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობდა წინასწარ მსჯელობა ამ შეხვედრამდე და რა მოლოდინები არსებობდა. მოდით ერთად ვნახოთ ეს სიუჟეტი. უკრაინას შეუძლია ომი მყისიერად დაასრულოს თუ ამას მოისურვებს. ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა ასევე დაწერა, რომ რუსეთის მიერ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული ვერასდროს დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში და უკრაინა ვერ შევა ნატოში. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს თუ ამის სურვილი ექნება ან შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული 12 წლის წინ ერთი გასროლის გარეშე ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგი რამ არასდროს იცვლება. ვაშინგტონში ჩასული ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომის დასრულება ყველას ერთნაირად სურს. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც წლების წინ, როდესაც უკრაინას აიძულეს ყირიმისა და დონბასის ნაწილის დათმობა, ხოლო პუტინმა ეს გამოიყენა პლაცდარმად ახალი აგრესიისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ასევე წინააღმდეგია ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებისა, რამაც ზელენსკის თქმით არ იმუშავა. უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მისვლამდე მოლაპარაკებები გამართა უკრაინის საკითხზე ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან და თქვა, რომ ტრამპს რუსეთის მშვიდობისკენ იძულების შესაძლებლობა გააჩნია. როდესაც საუბარია მშვიდობაზე ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ეს ნიშნავს მშვიდობას მთელი ევროპისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა ომის დასასრულებლად და სანდო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის მთავარი საკითხები. რუსეთის მშვიდობისკენ იძულება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა გააჩნია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობამ დაისადგუროს. ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში დღეს იმყოფებიან ევროპელი ლიდერები, რაც ერთი მხრივ იმის ნიშანია, რომ მათ არ სურთ უკრაინის პრეზიდენტი მარტო დარჩეს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, რაც თებერვალში გამართული. ასეთი შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის თავის არიდებას ემსახურება. ამას გარდა ევროპელ პოლიტიკოსებს სურთ დააფიქსირონ, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უკრაინის უშუალო ჩართულობის გარეშე შეუძლებელია და ასევე კიევმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. იმისთვის, რომ კიევის მხრიდან დათმობებზე, მათ შორის ტერიტორიულზე თანხმობის შემთხვევაში, უკრაინა დაცული იყოს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან. ქვეყანას აბსოლუტურად შეუძლია ზავის ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებში აღიაროს დაკარგული ტერიტორიები. ტერიტორიები, რომლებიც გაყინულია. ის არ აღიარებს, რომ ისინი ჩვენი სუვერენიტეტის ქვეშ არიან, მაგრამ აღიარებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დაკარგა. ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათმობაა და როგორც გითხარით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. თუმცა, 3 წელიწადნახევრიანი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ამდენი ადამიანური სიცოცხლის გაწირვით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ტერიტორიული დანაკარგების მიღება, თუნდაც დე-ფაქტო, თუ მას არ აქვს გარანტია, რომ დაცული იქნება დანარჩენ ტერიტორიაზე. ევროპის ერთიანობა ჩემი აზრით ასევე წარმოადგენს ინსტრუმენტს მშვიდობის მშენებლობისა და სამართლიანობის გარანტირებისთვის. ცხადია, იტალია აქ არის და ასე იყო წარსული 3 წელიწადნახევრის განმავლობაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალისხმევას. მოგვიწოდეს ჩვენი წვლილი შევიტანოთ დიპლომატიური შეთავაზებების სახით და გვიხარია, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჩვენ გამოვდივართ იმ წინადადებიდან, რომელიც შემოიტანა იტალიამ. კონკრეტულად კი შეიქმნას უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები, რომელიც დაფუძნებული იქნება ნატოს ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლზე.
როგორც ამერიკული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ამერიკელი სამხედროები განლაგდნენ. ვაშინგტონში ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წევრმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა NBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ კიევს შეუძლია მიიღოს ევროპული მოკავშირეებისაგან უსაფრთხოების გარანტიები. ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ შესაძლოა შესთავაზოს უკრაინას ნატოს მეხუთე მუხლის, ანუ კოლექტიური თავდაცვის მსგავსი გარანტიები. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოტენციურად მზადაა შეძლოს გასცეს ნატოს მეხუთე მუხლის გარანტიები, მაგრამ არა ნატოს მხრიდან, არამედ უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან და სხვა ევროპული ქვეყნებისგან. ეს ძალიან დიდი რამაა, ძალიან დიდი. დისკუსიის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ სპეციფიკურად რა სურთ უკრაინელებს, რადგანაც გახსოვდეთ, როგორც მედიატორები ჩვენ ვიყავით ალასკის სამიტზე უკრაინელების პოზიციების გასამყარებლად და ჩვენ ეს გავაკეთეთ წარმატებით. ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ზუსტად რა სურთ უკრაინელებს, რაც მათ სამომავლოდ უსაფრთხოების შეგრძნებას მისცემს და ასევე სხვათა შორის რა სურთ ევროპელებსაც. ჩვენ ვერ მივაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას თუ ორივე მხარე არ დათმობს. ასეთ შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, ეს ფაქტია. ეს პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკებებზე ვრცელდება. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია კაპიტულაცია და არც ერთი მხარე არ აპირებს დანებებას, ამიტომ ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. ცხადია, ეს დათმობები იყო შეთავაზებული, მაგრამ უსარგებლო იქნება თუ ახლა მე გაგიმხელთ, რა იყო პროგრამაში. ანუ თუ გეტყვით, აი ჩვენ დავემუქრეთ პუტინს და ესა და ეს ვუთხარით, რომ შენ უნდა გააკეთო ეს და ეს. ეს მხოლოდ გაართულებს ამოცანას და შეამცირებს შანსებს, რომ ისინი ამას დათანხმდებიან. ამიტომ რაც არ უნდა სურდეს ყველას, რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში იმართებოდეს, ეს დისკუსია ყველაზე მეტად მუშაობს კონფიდენციალურ რეჟიმში, სერიოზული მოლაპარაკებების ფარგლებში, რადგანაც ადამიანებს უწევთ ამომრჩევლების კითხვებზე პასუხი და ავტორიტარულ მთავრობებსაც კი ჰყავთ თავისი ამომრჩევლები, რომელთაც პასუხი უნდა გასცეს და დაიცვან ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. მათ უნდა მოიფიქრონ, როგორ აუხსნან ეს ხალხს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს ვაშინგტონში განიხილავენ, ტერიტორიებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ უკრაინას მიწის დათმობას არავინ აიძულებს. თუმცა აღნიშნავენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის, როგორც კიევი, ისე მოსკოვიც გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს. მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზის გაყინვასთან დაკავშირებით მისაღები კომპრომისისთვის მზად არის. თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის დათმობას, რასაც პუტინი ითხოვს, კიევში არც კი განიხილავენ. ამერიკული მედია ასევე წერს, რომ ამ ორი ოლქის დათმობა ალასკაზე შეხვედრის დროს პუტინმა დაჟინებით მოითხოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი შეხვედრის დროზე ადრე დასრულებით დაიმუქრა, რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია. ევროპელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერების ვაშინგტონში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ გაიგონ თუ რეალურად რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ტრამპი ალასკაზე და ასევე დაუჭირონ მხარი უკრაინას, რომ ის დროზე ადრე არ წავიდეს დათმობებზე. ჩემი აზრით, ყველაზე მინიმალური რისი მიღწევისკენაც ევროპელი ლიდერები მიისწრაფვიან ვაშინგტონში, რომ რეალურად დარწმუნდნენ, რომ უკრაინის მხრიდანაც ნაადრევად დათმობები არ იქნება. და ასევე ჩვენ მივიღებთ ამ შეხვედრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებას და ასევე გარკვეულ ვალდებულებებს. მაგალითად, სამმხრივი შეხვედრისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. რუსეთი ამჟამად დონეცკისა და ლუგანსკის 75%-ს აკონტროლებს. ამერიკული დაზვერვა არაერთგვაროვნად აფასებს რუსეთის შესაძლებლობას სამხედრო ძალით სრულად დაიკავოს ეს ოლქები. ერთი ვერსიით რუსეთს შეუძლია სრულად დაიკავოს ეს ტერიტორია ოქტომბრამდე, მეორე სცენარი კი უფრო მძიმე და გაურკვეველ პროცესს პროგნოზირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრების ფონზე რუსეთში ამბობენ, რომ არ არიან წინააღმდეგი უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ანალოგიურ გარანტიებს თავადაც ითხოვენ. როგორც რუსი დიპლომატები ამბობენ, ეს გარანტიები არ უნდა ფარგლებოდეს მხოლოდ იმ დაპირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. ჯერ უცნობია რა შედეგით დასრულდება ვაშინგტონში დღეს მიმდინარე მოლაპარაკებები, თუმცა დასავლური მედია წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე გეგმავს უკრაინის, რუსეთის და ამერიკის ლიდერების სამხრივ შეხვედრას, რომელიც შესაძლოა ამ კვირის ბოლოს დაინიშნოს და ის ევროპაში გაიმართოს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა ეს სამხრივი შეხვედრა პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის, რომელზეც სიუჟეტის ბოლოს მქონდა საუბარი, თუმცა ამ ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინული დელეგაცია, რომელიც ამ წუთებში იმყოფება თეთრ სახლში. როგორც ამბობენ, ჯერჯერობით შეხვედრა კარგად მიმდინარეობს, ტრამპმაც და ზელენსკიმაც გააკეთეს განცხადებები. მე გეტყვით, დაახლოებით რაზე ისაუბრეს მათ. პირველ რიგში ტრამპს კითხეს, აპირებს თუ
არა ის გააგზავნოს უკრაინაში ამერიკელი მშვიდობის მყოფელები გრძელვადიანი მშვიდობის დასაცავად. მან ამაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს და ის ერთნაირად იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერების ინიციატივაა, რომ ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის ფარგლებში გაიგზავნოს გარკვეული სამხედრო კონტინგენტი უკრაინაში, რათა მათ დაიცვან უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება უკრაინაში და ამ შეთანხმებას სავარაუდოდ სწორედ იმ სამხრივ შეხვედრაზე უნდა მიაღწიონ ლიდერებმა ამის შესახებ შეთანხმებას, რომელზეც ჰქონდა საუბარი, ანუ ტრამპსა, პუტინსა და ზელენსკის შორის. ჯერჯერობით ეს უცნობია, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, თუმცა ამაზე დღეს თეთრ სახლში იქნება საუბარი. მე ახლა უკვე შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, იმ განცხადებების ნაწილი, რომელიც გაკეთდა თეთრ სახლში. ახლა ჩვენ მოვისმენთ დონალდ ტრამპის მიერ მედიასთან ოვალურ კაბინეტში გაკეთებულ განცხადებას. უკრაინის პრეზიდენტია ჩვენთან ერთად. ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა, ბევრი საუბარი. ვფიქრობ, გვაქვს პროგრესი, მრავალმხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ცოტა ხნის წინ, როგორც იცით, შეხვედრა მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან და არის შესაძლებლობა, რომ აქედან რაღაც გამოვიდეს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია. 7 ძლიერი ლიდერი გვყავს დღეს ევროპიდან და ჩვენ მათ ამ შეხვედრის შემდეგ შევხვდებით. მადლობა, რომ აქ ხართ. ეს გზის ბოლო არ არის. ხალხი იხოცება. გვინდა ამის შეჩერება. ვფიქრობ, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამისთვის. უკვე თითქმის 4 წელია გრძელდება. გასულ კვირასაც ბევრი ადამიანი დაიხოცა. მილიონობით ადამიანი დაიხოცა ორივე მხრიდან. ვიცნობ პრეზიდენტ ზელენსკის, ვიცნობ საკუთარ თავს და მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინსაც სურს დასრულება. თქვენ მოისმინეთ დონალდ ტრამპის მიერ ოვალურ კაბინეტში ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება. მე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გრძელდება ეს მოლაპარაკებები თეთრ სახლში ვოლოდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით. ზელენსკიმ თავის მხრივ შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყველა იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები სწევს იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს. მან კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადასცა დონალდ ტრამპს ოლენა ზელენსკას მიერ დაწერილი წერილი, რომელიც ადრესატიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი. სავარაუდოდ ამ წერილშიც მშვიდობის დამყარების სურვილზე იქნება საუბარი. ევროპელი ლიდერები ამ წუთებში, რომლებიც მივიდნენ უკვე თეთრ სახლში, ელოდებიან შეხვედრას დონალდ ტრამპთან. მე გეტყვით, ვინ იქნებიან ამ შეხვედრაზე. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ასევე იქნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ შედის ევროკავშირში, მაგრამ ის მაინც ჩავიდა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს. კիր სტარმერმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ეს ომი აისახა ასევე ბრიტანულ ოჯახებზეც და მთლიანად ევროპაზეც და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დასრულება. ისინი ყველანი უჭერენ ზელენსკის მხარს, როგორც ამბობენ და ზელენსკის მხარეს არიან და ცდილობენ მისი პოზიციების გამაგრებას, ასე ვთქვათ, სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინ, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქვე ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადება, რომელიც თეთრ სახლში ოვალურ კაბინეტში სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ჩვენ ყოველდღიური თავდასხმების ქვეშ ვართ. დღესაც უამრავი თავდასხმა იყო. ბევრი დაშავდა, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მტკიცე ხალხი ვართ და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად ვართ სამხრივი შეხვედრისთვის. ცოტა ხნის წინ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის აუცილებლად ამერიკის შეერთებული შტატები და ის მისცემს უკრაინას კარგ დაცვას, ანუ უსაფრთხოების გარანტიებს შესაბამისად. თუმცა აქვე აი ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცოტა ხნის წინ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავაც ეწინააღმდეგება ნატოს სამხედროების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რითი დასრულდება დღეს ევროპელი ლიდერების ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში.
მადლობა პირდაპირ ეთერში ლევან ახალაი საუბრობდა ჩვენ თეთრ სახლში მიმდინარე პროცესებს და შეხვედრებს, რა თქმა უნდა, გამოშვების ველობისას ისევ დაუბრუნდებით, მანამდე კი დღის სხვა მთავარი თემები. ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა, სადაც მას სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. ირანის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სომხურ-ირანული ბიზნეს ფორუმია დაგეგმილი. ამასთან ცნობილია, რომ სომხეთის შემდეგ ფეზეშქიანი ბელარუსსა და ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით ფეზეშქიანის სომხეთში ვიზიტი კონცენტრირებულია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის უცველობის უზრუნველყოფაზე. აბას არახჩის თქმით, თეირანი მტკიცედ წინააღმდეგია საზღვრების ნებისმიერი ცვლილების ან სამხრეთ კავკასიის რეგიონში უცხო სამხედრო ძალების ყოფნის. ამასთან ირანელი დიპლომატის თქმით, თეირანი შეშფოთებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკის ჩართულობით, თუმცა მისივე განმარტებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა თეირანი, რომ ამერიკული ძალები და ასევე კერძო დაცვის კომპანიები შტატებიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან წარმომადგენლები სომხეთში ამ გზაზე. და ისევ საქართველოს მართველი გუნდი ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამ შემთხვევაში მიზეზი ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშია. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით საქართველოს ყველა ინდექსში წინსვლა აქვს საქართველოს და ყველა მიმართულებით საუკეთესო ქვეყნების 20-ულსა და 30-ულშია. კვლევაში საუბარია ძლიერ ინსტიტუტებზე, საბაზრო ეკონომიკაზე, ლიდერობისა და შორსმჭრეტელობისა და კეთილსაიმედო კანონმდებლობისა და პოლიტიკის ინდექსები. მამუკამ დინარაძის განცხადებით საქართველოს ასრულებს ნაკის ვალდებულებებს, თუმცა როცა საქმეში პოლიტიკური მდგენელი და დიპსტეითის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია შემოდის, იწყება დემოკრატიის უკუსვაზე საუბარი, რაც დინარაძის შეფასებით სრული აბსურდია. კვლევის შედეგები შავით თეთრზე ამტკიცებს იმას, რაზეც უკვე კარგახანია ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს სამწუხაროდ აქვს ორმაგი სტანდარტი. ერთი მხრივ დიპსტეითის მიერ მართული ევრობიუროკრატია, მათ შორის მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიის უკუსვაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ მართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისათვის, მეორე მხრივ კი მყარ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში და ხელისუფლების პირობებში მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირნათლად ასრულებს ნაკის ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, დიპსტეითი და ევრობიუროკრატია რეალურად სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან. სხვა საგანმანათლებლო კურსი თუ მზადება 4 ოქტომბრის არჩევნებზე პროვოკაციების მოსაწყობად. პოლიტიკურ წრეებში შეფასებების თემაა პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთის დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები ვილნიუსში ქართველ აქტივისტებს სხვადასხვა კურსების საფარქვეშ ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებენ. პრაიმ ტაიმი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აქტივისტებს ქუჩების საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციების მოწყობას და სამართალდამცველთა ქმედების დოკუმენტირებას, ეგრეთ წოდებული ვირუსული კონტექსტის შექმნას ასწავლიან. ოპოზიცია კონკრეტული ტრენინგების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ქვეყანაში საერთაშორისო პარტნიორების მთავარი ინტერესად კი საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას ასახელებს. განსხვავებულია მართველი გუნდის პოზიცია. ქართულ ოცნებაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ და აცხადებენ, რომ არსად გამქრალა ინტერესი საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს. სწავლებები, რომელიც რაიმე ტიპის დესტრუქციას ემსახურება, ბუნებაში არ არსებობს, ეს არსებობს მხოლოდ ივანიშვილის და მისი ბანდის ბოდოებში. ეს ხალხი, რასაც ასწავლის ხოლმე, უბრალოდ ასწავლის თელესოფლის მასშტაბით, ეს არის მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატიული სტანდარტები, არის არჩევნების დაკვირვება, თუ საუბარია საპროტესტო ქმედებებზე, ხა ზოგადად რა თქმა უნდა შეიძლება დიქტატურებს არ მოწონთ და არ უყვართ ეს ზოგადად საპროტესტო გამოსვლები და საპროტესტო ელემენტები, მაგრამ დემოკრატიულ სამყაროში, თავისუფალ სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ შორის პროტესტს
პროტესტის ელემენტებს საზოგადოებაში ეს არის ძალიან ჯანსაღი მშვენი და შეიძლება ამ კუთხითაც არსებობდეს გარკვეული სწავლებები. თუმცა მე ეს არის უბრალოდ თეორიული მსჯელობა. კონკრეტულად საერთოდ ფულს ინფორმაციას სადღაც ვერ გეტყვით რაზე და როგორ ხდება პირდაპირ გითხრათ. მე არ მაქვს ინფორმაცია რა ტიპის ტრენინგზე არის საუბარი. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ არანაირი რადიკალური სცენარი საქართველოში არ განვითარდეს. ასევე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენი პარტნიორების მთავარი ინტერესი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ინტერესი არის საქართველოს მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება და მხოლოდ ამ პროცესების მხარდაჭერა და არანაირი რადიკალური და რევოლუციური გზადებების ხელშეწყობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ ხდება. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნით საკანონმდებლო ბაზა ისეთი, რომ ვერ მომხდარიყო აი ამ შავბნელი ძალებისგან დაფინანსება და აქ სამშობლოში მათი რეკრუტირება. ალბათ არის ერთ-ერთი რაღაც გამოსავალი ნაპოვნი, სადაც ეთნიკურად ქართველებს ამზადებენ არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხო ქვეყანაში, თუ როგორ უნდა მოვაწყონ აქ დესტრუქცია, თუ როგორ უნდა ესე ვთქვათ აადუღოთ სრულ ნარატივებით ისევ ის ესე ვთქვათ დეზინფორმაციული კამპანია ჩვენს ქვეყანაში, უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ირგვლივ, ასე რომ პასუხი არის მარტივი. ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ნებისმიერი დატრენინგებული ქმედება, დეზინფორმაციული, დესტრუქციული ქმედება იქნება აღკვეთილი, როგორც იქნა აქამდე. თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს გამოძიება საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ორივე მათგანი რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატი პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ომარ ფურცელაძის განცხადებით ბრალდების მხარემ საქმიდან გააქრო დანა, რომლითაც საქმეში დაძარალებულად ცნობილი პირი ბრალდებულებს და მათ თანხმლებ პირებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უფლებადამცველის თქმით, ერთ დღეში მოიპოვეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ 2 კვირის განმავლობაში ვერ ამოიღო. ადვოკატი აცხადებს, რომ დაზარალებული მმართველი პარტიის მხარდაჭერია და მას პროკურატურა მფარველობს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ საქმეზე ამოღებულ ვიდეოებში საპირისპირო დასტურდება. ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ადამიანს თან ჰქონდა დანა, ის იყო შეიარაღებული სავარაუდოდ, როგორც ეს მოწყვეტა ჩვენებები დასტურდება, მას შემდეგ რაც ჩვენ ეს ჩვენებები წარვადგინეთ სასამართლოს წინაშე, მათ შორის დავაიდენტიფიცირეთ კონკრეტული საბატონოს ეკიპაჟი, რომელმაც ეს დანა ამოიღო და ლუქა, გვაქვს კონკრეტული ლუქის ნომერი, შტრიხ-კოდი და ვიცით ეკიპაჟის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ამის ფონზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ დანა საქმეში არ არსებობს, დაზარალებულს დანა არ ქონია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად არ გამოკვეთილა, რომ დაზარალებულს თან ჰქონდა დანა. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. ეს არის მხოლოდ დაცვის ხარის მიერ წამოყენებული ვერსია, რომელსაც არ აქვს საფუძველი და არ არის რეალობასთან შემსრულებაში. ამ მიმართულებით პროკურატურამ რასაკვირველია იმუშავა, ბრალდების მხარემ გამოითხოვა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ეს არის ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან თავს დაზარალებულს 10-ზე მეტი პიროვნება, როგორ ესხმის თავს და როგორ უსწორდებიან მათ ფიზიკურად და იმ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს ყველა მოქმედება, რასაც ახორციელებს დაზარალებული, რასაც ახორციელებენ ბრალდებულები და იქ ყოფის სხვა პირები. და იქ არსად არ ჩანს, რომ დაზარალებულს ჯიბიდან უვარდება დანა. შესაბამისად დადასტურებულია, რომ მას თან დანა არ ქონია. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 51 წლის გახდებოდა. რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკი წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და თანამებრძოლები შეიგებდნენ. მათ ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. დღეს 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ, კოჯორიდან და ვაზიანის მეოთხე ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს. და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
ცვლილებები მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამებში სააგენტო აწარმოეს საქართველოში როგორც თანადაფინანსების მაჩვენებელს, ისე იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალსაზრდის, რომლებზეც სახელმწიფო მხარდაჭერა გავრცელდება. ფართოვდება საგრანტო კომპონენტიც. ქალი მეწარმეებისთვის კი გრანტის ოდენობა იზრდება. შალვა სუმბაძე არკვევდა კონკრეტულად რომელ საქმიანობებს ეხება ცვლილებები და როგორ აფასებს სააგენტოს გადაწყვეტილებას კერძო სექტორი. მეწარმეების მხარდასაჭერად სახელმწიფო დახმარების პროგრამები ფართოვდება. საუბარია როგორც თანადაფინანსების, ისე საგრანტო ხელშეწყობაზე. უფრო ზუსტად, პროგრამა უნივერსალის ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2%-ული მაჩვენებლით გაიზარდა. თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების მიმართულებით. ამასთან ქალი მეწარმეები ბისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ჩვენი სააგენტოს პროგრამის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება ანალიზი და მონიტორინგი, ეკონომიკური გავლენის შეფასება, შესაბამისად ამ ყველაფრის მიხედვით სააგენტო სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად ძირითადად ახდენს ხოლმე ცვლილებებს, სწორედ ესეთი ცვლილებები განხორციელდა ახლა მეწარმეებისთვის. გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან პოზიტიური ცვლილებები გვაქვს ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც მეწარმე განახორციელებს იმისთვის, რომ მის ბიზნესი განავითაროს, თუ ეს ჩვენ პრიორიტეტულ ნუსხებში ხდება, ამისთვის მეწარმე მიიღებს დამატებით გრანტს. ცვლილებები ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორისაა კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია, სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბოლო დეკადის განმავლობაში და აქ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. წლების განმავლობაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, ჯამში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით 3 მილიარდ ლარს აღემატება. კერძო სექტორი მხარდაჭერის მექანიზმების მოდერნიზებას დადებითად აფასებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში წარმოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. აწარმოის საქართველოს პროგრამის გაფართოება არის პირდაპირ მნიშვნელოვანი წინაპირობა ფინანსებზე ხელმისაწვდომის ზრდისთვის კომპანიებისთვის. აქ ლაპარაკია სასესხო ნაწილზე, ლაპარაკია ლიზინგზე. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საგრანტო კომპონენტი იზრდება, კონკრეტდება. საგრანტო კომპონენტში ჩნდება ისეთი ჩანაწერი, როგორც მწვანე პროექტები, ციფრული პროგრამები და გაციფრულების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქალთა გრანტებით უზრუნველყოფა და ამ შემდეგ და ეს პროექტები თავისთავად ქმნის მდგრადი ინოვაციური პროექტების შექმნის წინაპირობას ბიზნესის მხრიდან. მიკრომეწარმეობის პროგრამაში ცვლილებები უკვე ძალაშია, რაც შეეხება ინდუსტრიულ ნაწილს. ახალი წესები 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. გლდანის რაიონში მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოების მორიგი ეტაპი სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში ხვანჭკარის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. მანამდე მუხიანის აგარაკებზე არსებული რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა სამუშაოები დასახლების სხვა ქუჩებზე გაგრძელდება. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში აწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. უკვე დასრულებული და დაგეგმილი პროექტები ნახეთ მაკა არჩევნიშვილის სიუჟეტში. მუხიანის აგარაკებზე მცხოვრები პირებისთვის წლების განმავლობაში მთავარ პრობლემას მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელის არარსებობა წარმოადგენდა. ნალექის შემდეგ კი ადგილობრივების სახლები იტბორებოდა და გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ პირებს ამ რეალობაში ყოფნა ათეული წლები უწევდათ. ამ ქუჩაზე, რა ვიცი, ხელა ანტისანიტარია იყო და ყველაზე დიდი მინუსი რაც ქონდა აქ სანიაღვრე სისტემა არ იყო და ეზოებში მოდიოდა წყალი რა რო იტყვიან პადლები ქონდა სავსე და ეს ყველაფერი გაკეთდა იმ დონეზე რომ ავიცი ვერ წარმოვიდგენდით თუ შეიძლებოდა ასე კარგად მოწყობილიყო ჩვენი ქუჩა რა სანიაღვრე სისტემა მოეწყო სადრენაჟო სისტემა მოეწყო კანალიზაცია გაკეთდა მუხიანის აგარაკებზე ხვანჭკარის ქუჩა რიგით მე-7-ია, რომლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო. ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქ იყო წლების წინ ძალიან მძიმე მდგომარეობა. ფიზიკურად მანქანით გავლა იყო შეუძლებელი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხო საუბარი ზედმეტია. იმდენად რთული მდგომარეობა იყო. არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, შესაბამისად ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომელიც მოგცემდა იმის შესაძლებლობას, რომ გაკეთდებოდა ყველა საჭირო კომუნიკაცია მიწისქვემოთ არსებული, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნებოდა მოწესრიგებული და პარალელურად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებდა. არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ კონტრაქტორი კომპანიებს აქ არ ემუშავათ იგივე წყალარინების ქსელზე, სანიაღვრე ქსელებზე, საგზაო სამუშაოებზე ასევე მიმდინარეობს და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაქვს ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ და გვინდა რომ მოსახლეობას დავპირდეთ, რომ ეს ტენდენცია და ეს ტემპი გაგრძელდება და ძალიან მალე მთლიანი დასახლება იქნება მოწესრიგებული. მუხიანის აგარაკებზე ხვანჭკარის ქუჩის მსგავსად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია შოვის ქუჩაზეც მიმდინარეობს. დამატებით 6 ქუჩის მოწესრიგება კი უკვე დასრულებულია. ამ პროექტების დასაფინანსებლად გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ კონკრეტულ 7 ქუჩაზე გამგეობის მიერ და მერის შესაბამის სამსახურის მიერ გასულ წელს მოეწყო წყალარინების სრულად ქსელი მოეწყო წყალარინების სისტემა, ასევე სადაც შესაძლებელი იყო ყველგან მოვაწყო ჩვენ სანიაღვრე ქსელები, სადრენაჟი ქსელები და ამის შემდგომ უკვე დაიგო ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გამგეობამ წელს რაჭის ქუჩაზე 1400 გრძივბედზე მოაწყო წყალარინების სისტემა, ხოლო მომავალ წელს იგეგმება საგზაო სამუშაოები. მუხიანის აგარაკებზე ცენტრალური კოლექტორის აშენებაც იგეგმება. კოლექტორზე ქუჩების სანიაღვრე ქსელის დაერთების შემდეგ ნალექსეს სისტემა გაატარებს და ქუჩების დატბორვის საშიშროება მოიხსნება. უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით ახალი პროგრამა დაიწყო. ის ამ ეტაპზე საპილოტია და ქვეყნის 3 რეგიონს აჭარას, იმერეთსა და კახეთს მოიცავს. დაგეგმილია 9000-მდე მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია, სტერილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ცოფზიაცრა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტირება. შესაბამისი პროცედურებისთვის უპატრონო ცხოველები თავშესაფრებში სპეციალურად შექმნილ ეკიპაჟებს გადაჰყავთ. პროექტის მიზანი მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეჩერება და ადამიანებისა და ცხოველების სხვადასხვა ინფექციებისგან დაცვა. თუმცა საპილოტე პროგრამას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ და კონკრეტულ ხარვეზებზე მიანიშნებენ. მარიამ აფციაურიგი ამბობთ. თუკი აჭარის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში უპატრონო ცხოველს ნახავთ, შეგიძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1501-ზე დარეკოთ და დატოვოთ შეტყობინება ცხოველის ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილზე სპეციალური ეკიპაჟი მივიდა, მიუსაფარ ცხოველს თავშესაფარში გადაიყვანს, სადაც მას კასტრაცია, სტერილიზაცია და დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაუტარდება. ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით შესაძლოა მიუსაფარი ძაღლი თუ კატა თავშესაფარში დააყოვნონ. საჭიროების შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია რეგისტრაციაც ჩაუტარონ. პროგრამის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღეა მოქმედებს, ვეტერინარული манипуляციების ჩატარების შემდეგ სპეციალური ეკიპაჟები ცხოველს იმ ადგილას დააბრუნებენ, საიდანაც აიყვანეს. პროგრამა საპილოტია და ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს. სატრანსპორტო საშუალებები დაგვემატა. მოგვეცა საშუალება, რომ რამოდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი ისე მოგვეწყო, რომელიც ადრე ხელს გუშლიდა და არ ჰქონდა მაგის შეკეთების საშუალება. ეს არის ცალკე სამრეცხაო დამატებით ის საოპერაციო ბლოკი გავაკეთეთ და რასაკვირველია, ავიყვანეთ რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებიც გვეხმარებიან ამ მომატებულ რაოდენობაზე, რომელიც მკვეთრად გაიზარდა. მთავრობის განკარგულება, რომელიც ძალაში 26 ივნისს შევიდა, უპატრონო მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვას გულისხმობს. ასევე მიზნად ისახავს მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ცოფის გარდა ძაღლისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს არაერთი საშიში ინფექცია. მაგალითად, ექინოკოკოზი, დაავადება, რომელიც ძირითადად ღვიძლის დაზიანებას იწვევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, რომ სწორედ საშიში ინფექციების თავიდან აცილებაა პროგრამის მიზანი. მათი ინფორმაციით მოხდება 9000 უპატრონო მიკედლებული ცხოველის ქუჩიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ თავშესაფარში გადაყვანა манипуляციების ჩასატარებლად. ვიცით, რომ ჩვენ საფრთხის ზონაში ვართ საერთოდ საქართველოს მიმდებარე ტყეებიდან არის დაკმენის ფაქტები, როდესაც ტურადამ გელიკმენს შინაურ ცხოველს და იქიდან გავრცელების არეალია. ქონდა კიდევაც რამოდენიმე ფაქტი ჩვენს სააგენტოშიც ესეთი მომენტები იყო მონადირე ძაღლზე და მელანიდანაც იყო ეს მომენტი. ყველანაირად ვცდილობთ, რომ
ავაცილოთ საფრთხე ჩვენ მოსახლეობას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიაღწია მაქსიმალურ შედეგს ცოფთა ბრძოლის წინააღმდეგ. დაახლოებით 96% არის შემცირებული და მის ძალიან მინიმალური გამოვლინება გვაქვს ჩვენ წელს მდგომარეობით. თუმცა ჩვენ გვინდა რომ წავიდეთ ერადიკაციაზე, რაც ნიშნავს დაავადების აღმოფხვრას. დაახლოებით 450,000 ცხოველზე არის საუბარი, რომელიც არის ქუჩაში და შესაბამისად ეს უკვე ნიშნავს, რომ არის ჰიპერპოპულაცია, რომელსაც ჭირდება აუცილებლად კონტროლი. ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ პროგრამის სათანადოდ განხორციელებას ხელს რეგიონებში თავშესაფრების ნაკლებობა უშლის. მათი თქმით, მაგალითად ბათუმში იმის გამო, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არ არსებობს, მიუსაფარი ცხოველი ქუთაისის თავშესაფარში გადაყავთ. ბათუმს ჭირდება თავისი თავშესაფარი კონდეს, რეგიონსაც დაფარავდა აჭარის, მაგალითად, ეს თავშესაფარი. ქუთაისში ხდება სტერილიზაცია, კასტრაცია, აცრები, მაგალითად, ლოჯისტიკურად რთული არის, მაგალითად, ძაღლების სტრესი არის ძალიან მაღალი, ხო? ამ ხალხ გზაზე იქით სიარული, აქეთ სიარული სიცხე არის თან და თან პლუს აქ ირღვევა მიკედლებლის ინსტიტუტი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ არის შესაბამისი ბაზები, რამაც ცხოველის მიკვლევადობა უნდა უზრუნველყოს. ასევე ითქვა, რომ ცხოველის აყვანა გაშვება ვიდეო კამერით უნდა ფიქსირდებოდეს. გარდა ამისა, გამოითქვა ეჭვები, რომ თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველს მისთვის საჭირო პროცედურის შემდგომ თავდაპირველ ლოკაციაზე აღარ აბრუნებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამა კანონის დაცვით ხორციელდება და მისი მიზანი, როგორც ადამიანების, ისე თავად ცხოველთა უსაფრთხოების დაცვაა. ცხოველების ადგილზე დაბრუნება ხდება ზუსტად იგივე რაოდენობით რა რაოდენობითაც ხდება მისი აყვანა. უბრალოდ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტული პიროვნებების ნათქვამზე. ვიდეო გადაღებებზეც იგი შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობის განკარგულებაში ეს არ არის გათვალისწინებული და ჩვენ მოქმედებ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. არსებობს ეგეთი ელექტრონული ბაზა, ეს არის NICE-ის ელექტრონული ბაზა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა საუბარი კონკრეტულ ცხოველთა უფლებადამცველებთან და თუ გამოკარკვეული ხარვეზები თუ არსებობს ამ ბაზასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ, რომ იგი აღმოიფხვრას და სწორად გამართული იყოს. სწორედ ამიტომ ქვია საპილოტე პროგრამა ამ პროგრამას, რომ მოახდინოს ყველა ნაკლოვანებების იდენტიფიცირება, რომ შემდგომ სრულყოფილად მოხდეს ამ პროგრამის გაშვება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში 20 ავტომანქანა შეიძინა. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი. სააგენტო მოსახლეობას უპატრონო მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. ახალი სასწავლო წლიდან თესეუსა და ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს. განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დოქტორანტთა პირველ ნაკადს შეიძლება სახელმწიფო სრული დაფინანსებით ისწავლოს. ამ მიზნით პირველი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამას ყოველწლიურად 300,000 ლარით აფინანსებს. სადოქტორო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგანმანათლებლო ლიდერობა, მეცნიერების მართვა და პოლიტიკის ანალიზი. აღნიშნული სადოქტორო პროგრამა იქნება სრული ციკლით 3 წლიანი და რაც მთავარია მიმართულება გახლავთ განათლების და მეცნიერების მენეჯმენტი, რაც აქამდე ასეთი ტიპის კვლევარები ქვეყანას ძალიან აკლდა და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით წელიწადში პროგრამა უზრუნველყოთ 300,000 ლარის ოდენობით, რაც უპრეცედენტო დაფინანსების მასშტაბია, როგორც იცით და გარდა ამისა დოქტორანტებს ექნებათ საშუალება ევროკავშირის ქვეყანაში მოახდინონ ერთობლივი კვლევების განხორციელება. ეს პროგრამა არის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, აი ძალიან ეფექტური ნაბიჯი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. უნიკალური შესაძლებლობა მიიღო ორმაგი დიპლომი, ანუ ორმაგი double degree, ანუ ორმაგი ხარისხი. ათენის ეროვნული უნივერსიტეტისა და თესეუსი. ჩვენი მომავალი დოქტორანტები, რომლებიც ამ პროგრამაში ისწავლიან, იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, ექსპერტები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ არა მარტო საქართველოში, ამ უნიკალური ცოდნით შეიარაღებულებმა, არამედ იგივე საზღვარგარეთ ევროპაში. ისევ ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას და შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში თეთრ სახლში მიმდინარეობს. ლევან ახალაია გვერდდება ისევ პირდაპირ ეთერში. ლევან, საინტერესოა რა ბოლო ცნობები და ინფორმაცია შეგიძლია მოგვაწოდო ამ დროისთვის.
მე შევახსენებ მაყურებელს, რომ საუბარია დონალდ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში იმართება თეთრ სახლში. მანამდე კი ოვალურ კაბინეტში პრესას შეხვდნენ ორი ქვეყნის ლიდერები. ფაქტობრივად მისასაბებელი სიტყვის ნაცვლად გაიმართა პრესკონფერენციის მსგავსი რამ, ასეთი ფორმატი იყო. მათ მოისმინეს ჟურნალისტების კითხვები და უპასუხეს მათ. ტრამპმა თქვა, რომ ძალიან კარგი პროგრესი არის მიღწეული 15 აგვისტოს ალასკაზე გამართული შეხვედრის შედეგად და ის ელოდება გრძელვადიან მშვიდობას. ერთი საინტერესო გზავნილი და მნიშვნელოვანი, რომელიც მან გააკეთა, არის ის, რომ არ არის საჭირო ცეცხლის შეწყვეტა და ის უფრო მშვიდობისკენ ისწრაფვის და უფრო გრძელვადიანი მშვიდობისკენ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ცეცხლი საერთოდ არ შეწყდეს და მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე ასე გაიმართოს. მე შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერები ითხოვდნენ, რომ წინასწარ ჯერ ცეცხლი შეწყვეტილიყო და სამშვიდობო მოლაპარაკებები მერე გამართულიყო, ხოლო რუსეთის პოზიცია იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის აუცილებელი ამისთვის. ასევე ტრამპმა ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები პირდება უკრაინას. მან თქვა, რომ ძალიან მყარი მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები იქნება, ძალიან ბევრ და კარგ დაცვას დაპირდა. ეს არის ციტატა ტრამპის გამოსვლიდან მან ზელენსკის. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ის ისწრაფვის მშვიდობისკენ და უყვარს ორივე უკრაინელი და რუსი ხალხიც. მან თქვა, რომ ის არაპირებს რომელიმე მხარის დაკავებას, როგორც ჩანს და ის ცდილობს მშვიდობის მიღწევას ამ ორ ქვეყანას შორის. მან თქვა, რომ მშვიდობის მიღწევის შანსი არსებობს და ზელენსკის მართლაც შეუძლია დაასრულოს ეს ომი. ასე გამოეხმაურა ის შეკითხვას ერთ-ერთი ჟურნალისტის, რომელმაც კითხა მის სოციალურ ქსელში წინასწარ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის ამბობდა, რომ ზელენსკის შეუძლია დაასრულოს მყისიერად ეს ომი, თუ ამის სურვილი ექნება. იქვე ამ ჩანაწერში შეგახსენებთ, რომ ტრამპი ამბობდა, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინის ვერ მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მან უკვე ოვალურ კაბინეტში, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებს ნამდვილად დაპირდა უკრაინას. როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები? ამაზე ალბათ ახლა სპეციფიკურად მიმდინარეობს მსჯელობა, უკვე დახურულ კარს მიღმა, სადაც ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ხვდებიან და ესაუბრებიან. უკვე შემდეგ თეთრ სახლში გაიმართება ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა დონალდ ტრამპის და ის ისაუბრებს იქ სავარაუდოდ უკვე გაფართოებულ ფორმატში, თუ რა გარანტიები შეიძლება მისცენ ერთობლივად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინას იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს 2022 წელი და იმ შემთხვევაში თუ დათმობებზე წავა უკრაინა, მაშინ კონდეს იმის დაცვა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მყარი უსაფრთხოების გარანტიები. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ იმ განცხადებების ნაწილი, რომელიც დღეს გააკეთეს ლიდერებმა, როგორც ტრამპმა, ასე ზელენსკიმ. თუ შეხედავთ 6 შეთანხმებას, რომელიც ამ წელს გავაფორმე, ისინი ყველა ომში იყვნენ. მე არ მიმიღწევია ცეცხლის შეწყვეტისთვის. ცეცხლის შეწყვეტის დროს ძალებს იკრებენ და შესაძლოა არ სურდეთ, მაგრამ თუ ამ 6 შეთანხმებას შეხედავთ, ჩვენ მივაღწიეთ მშვიდობას ხანგრძლივ პერსპექტივაში. გაჭიანურებულ ომებში და მე არ მქონია ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი, თუმცა მომწონს თავად იდეა, რადგან ამ დროს აღარ იხოცება ხალხი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა შეეწყვიტათ, თუმცა სტრატეგიულად ეს შესაძლოა ხელსაყრელი არ იყოს რომელიმე ქვეყნისთვის. თუმცა ყველა ის შეთანხმება, რომელიც მე ვახსენე, ისინი ცეცხლის შეწყვეტის ტერმინის გარეშე გავაფორმე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს უსაფრთხო პირობებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უმაღლეს რადაში, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არ შეგვიძლია არჩევნების ჩატარება. არჩევნების დეტალი ძალიან საინტერესო იყო, როგორც მოისმინეთ ზელენსკის გამოსვლაში ცოტა ხნის წინ. მან თქვა, რომ ის მზადაა ჩაატაროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციით უკრაინის აკრძალულია საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარება ახალი არჩევნების, თუმცა თუ იქნება სამშვიდობო შეთანხმება, როგორც ზელენსკი ამბობს და თუ ის მიიღებს საკმარის უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთისგან, მაშინ ის მზად იქნება ჩაატაროს უკრაინაში არჩევნები. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ შეხვედრიდან
იყო ის, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ არაპირდაპირი გზით ესაუბრა პუტინს და ასევე თქვა, რომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ის აპირებს დაურეკოს რუსეთის პრეზიდენტს და გააცნოს ამ შეხვედრის შედეგები. მან ისიც თქვა, რომ პუტინი მის ზარს ელოდება. კიდევ ერთი ძალიან ისეთი საინტერესო დეტალი შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა ალბათ გახსოვთ ოვალურ კაბინეტში წინა ვიზიტი ზელენსკის, როდესაც მას არ ეცვა კოსტიუმი და ამაზე მას უსაყვედურა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. დღეს ამავე ჟურნალისტმა უთხრა ზელენსკის, რომ მას უკვე აცვია კოსტიუმი და კარგად გამოიყურება, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ სამაგეროდ თქვენ, ანუ ჟურნალისტ, იგივე კოსტიუმი გაცვიათო და ამაზე იყო ესეთი სიცილნარევი რეპლიკა პრეზიდენტისგან და ესე ვითარდებოდა მოკლედ ოვალურ კაბინეტში ეს პრესკონფერენცია. უკვე მოგვიანებით გაიმართება ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა, როგორც გითხარით და შემდეგ ალბათ განცხადებას გააკეთებს, როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, თუმცა სად და რა დროს გაკეთდება ეს განცხადება ჯერჯერობით უცნობი რჩება. მადლობა ლევან ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თეთრსახში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. მოამბის მთავარი გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.